გედების ტბის კიდევ ერთი ახლებური ვერსია საპრემიერო სამზადისია ოპერისა და ბალეტის თეატრში დაცის სპექტაკლს ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეიჩოვის რედაქციით წარადგენს. საბოლოო დადგმაში არაერთი ქორეოგრაფიული ცვლილება შეიტანეს. სრულად არის განახლებული დეკორაციები და კოსტიუმებიც. გედების ტბას ახალი რედაქციით მაყურებელი 21 მაისს იხილავს. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. წარმოდგენილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის უკვდავი ბალეტი გედების ტბა. მაყურებელს საშუალება ექნება თეატრის სცენაზე ნახოს გედების ტბის ახალი რედაქცია. დადგმის ლიბრეტო ვლადიმერ ბეგიჩევისა და ვასილ ჰელცერის მიხედვით ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. ქორეოგრაფიული რედაქციის ავტორები კი მარიუს პეტიპასა და ლევ ივანოვის ლეგენდარულ ქორეოგრაფიაზე დაყრდნობით ნინო ანანიაშვილი და ალექსეი ფადეევიჩი არიან. გედების ტბა ერთ-ერთი ჩვენი უსაყვარლესი სპექტაკლია. ეხლა ჩვენ გავაკეთეთ ახალი ვერსია, ახალი დეკორაციები, ახალი კოსტიუმები. რედაქციაში არის ცვლილებები, ცეკვების და რაღაც ახალი სიახლეები არის. მე ძალიან მომწონს, რაც დათო ნავარდისაშვილმა გაგვიკეთა არაჩვეულებრივი დეკორაციები, კოსტიუმი კირილ გასილინის. ეს რაღაცნაირად ახლებურად დასისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძველი გედების ტბა, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე 20 წლის არის და მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის არის, მაინც კარგ მდგომარეობაში გვაქვს, ცეკვავთ იმ რედაქციასაც, მაგრამ ეხლა გვინდოდა, რომ რაღაცა განახლებული ახალი სიოთი ჩვენი მაყურებლისთვის წარგვედგინა ეს სპექტაკლი. საპრემიერო სპექტაკლებში მთავარ პარტიებს თეატრის სოლისტები შეასრულებენ. თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრს კი მაესტრო ლევან ჯაგაევი და მოწვეული იტალიელი დირიჟორი სირიო სკაკეტი უდირიჟორებენ. გედების ტბა არაერთხელ გვაქვს შესრულებული, თუმცა ამჯერად სრულიად განახლებული ვერსია არის არაჩვეულებრივი დეკორაციებით და კოსტიუმებით და ასევე ქორეოგრაფიული ცვლილებებიც არის, რა თქმა უნდა და მთლიანობაში გამოვიდა. მე თვითონ არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ჩვენი ძველი ვერსია იმდენად მომწონდა, ვფიქრობდი, რომ რა შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს და პირველად როდესაც ვნახე დეკორაციები, კოსტიუმები და ყველაფერი ერთად მივხვდი, რომ კიდევ უკეთესიც შეიძლებოდა. გედების ტბის მსოფლიო პრემიერა 1895 წლის 15 იანვარს შედგა და მას შემდეგ მსოფლიოს ყველა წამყვანი თეატრის რეპერტუარშია. ბალეტი თბილისში პირველად წარმოადგინეს 1907 წლის 25 მაისს სახაზინო თეატრში ოლგა პრეობრაჟენსკაიას ბენეფისზე. მას შემდეგ ბალეტის არაერთი ვერსია დაიდგა თბილისის ოპერის თეატრში. გედების ტბის ახალი რედაქციის პრემიერა 21 მაისს არის დაგეგმილი. ზაფხულში ახალ სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ლონდონის კოლიზეუმში წარმოადგენს.